საკითხთან მიმართებაში. ჩვენ როგორც მთავრობა და სოფლის მეურნეობის ასოციაცია ქართულმა ღვინომ რამოდენიმე ხნის წინ ოფიციალურად მიმართა ბატონ ონიშინკოს ოფისს იმის შესახებ, რომ კომპანიები მზად არიან იმისთვის, რომ ოფიციალურად დაიწყოს ბატონ ონიშინკოს სამსახურმა განხილვა და ის ტექნიკური, ასე ვთქვათ, სათყოფნა გამოთქვით იმ ტექნიკური პროცედურების გასვლისთვის, რაც არის საჭირო რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დასაბრუნებლად. რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად არის რაღაც პარამეტრები და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს როსპოტრებნადზორი. შესაბამისად, ჩვენც ველოდებით მათ, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს, იმიტომ რომ უბრალოდ თქვა, რომ ქართული ღვინო დაეშვეს რუსეთში, ალბათ ეს იქნება ნაწილი პროცედურის, მეორე ნაწილი იქნება, რომ აი ეს რაც რუსეთის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ის მოთხოვნები ქართულმა კომპანიებმა დააკმაყოფილონ. ამ მოთხოვნებს როდის და რა ფორმით გამოგგზავნიან, ეს მათზეა დამოკიდებული. ძალიან საინტერესო შეხვედრაზე ვიყავით მოწვეული, ძალიან საქმიანი მსჯელობა იყო, კონკრეტული ისაუბრეს პრობლემებზე, ჩვენი მეღვინეების მიღწევებზე და კერძოდ აი ამ საკითხზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსულ ბაზარზე ჩვენი ღვინის დაბრუნება. რუსეთის მხარეს მეღვინეთა ასოციაცია და ეროვნული სააგენტო შესთავაზებს შეხვედრას უახლოეს მომავალში ან მოსკოვში, ან თბილისში, იმისათვის, რათა განიხილონ აი ამ პროცესის კონკრეტული საორგანიზაციო საკითხები. როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი, პირველი ნაბიჯები როგორ უნდა გადაიდგას, როგორ უნდა შეუწყოთ ხელი აი ამ, ასე ვთქვათ, სფეროს რეანიმაციას, ექსპორტის შეხვედრა მოხდება, ალბათ შესთავაზებენ ასეთ შეხვედრას, დაველოდებით მე იქიდან პასუხს და ვიმეორებ, შეხვედრა ალბათ მოხდება ან მოსკოვში, ან თბილისში და იქ ყველა კონკრეტულ საკითხს განიხილავენ. ძალიან ბევრი თემაა. ონიშინკოს ბატონ ონიშინკოსო, ხო, როსპოტრებსოიუზს შეთავაზებთ ასეთ შეხვედრას, შეთავაზებენ, ჩვენც ამაში დავეხმარებით, შეძლებს დაგვარად და აი ამ შეხვედრაზე ალბათ ყველა ის თემა, ყველა ის საკითხი, ყველა ის კითხვის ნიშანი იქნება განხილული, რაც ქართულ ხარეს, ქართულ კომპანიებს აინტერესებთ. ვაჭრობა ერთ-ერთი ის თემაა, რომელიც ჩვენ მოვნიშნეთ დიალოგისათვის და სწორედ აი ეს შეხვედრა ახლა გაგრძელებაა იმ დიალოგისა, იმ პროცესისა, რაც რუსეთთან დაიწყო ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა მოგეხსენებათ, ეს იქნება ვაჭრობა, ეს იქნება ტრანსპორტის სფერო, ეს იქნება ჰუმანიტარული, კულტურული ურთიერთობები და ასევე ფიქრობთ იმაზე, რომ და მუშაობთ იმაზე, რომ რეგულარული რეისები აღდგეს. ყველა აი ამ მიმართულებას აქვს თავისი სირთულეები, როგორც სამართლებრივი, ასევე საორგანიზაციო და ბევრი რთული პრობლემის გავლა გვიწევს ჩვენ აი ავიამიმოსვლა საკმაოდ მარტივი თემა არ არის ნამდვილად, მაგრამ აი მუშაობთ, შესაბამისი უწყებები ჩართული არიან და იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისითაც უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდეთ. დავგეგმოთ შეხვედრა რუსეთში ბატონ ონიშინკოსთან, სადაც წარმოდგენილი იქნება ღვინის ეროვნული სააგენტო, წარმოდგენილი იქნება ბიზნესი ასოციაციის ფორმით, შესაძლებელია გამგეობის წევრები, ჩვენ მათ შევთავაზეთ ამ დელეგაციის წევრების დაკომპლექტება და უკვე კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე დაიწყოს საუბარი. ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ, რომ განცხადებების დონეზე ითქვა არაერთხელ უკვე, რომ პოლიტიკურად ეს პრობლემა მოხსნილია, მობზანდით დავიწყოთ. ამას სჭირდება ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და თამაშის წესების, ასე ვთქვათ, დაწესება. აი, ამაზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით, თუ უახლოეს მომავალში რა უნდა გავაკეთოთ და ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რატომაც თველი ახალწლის მერე ამას დავიწყოთ. ქართული ღვინის წარმოებელი კომპანიები მზად არიან ამ ბაზარზე დასაბრუნებლად, როგორც ხარისხით, ასევე ტექნიკური ბაზით. მოხდა შეჯერება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, კერძოდ მინისტრთან, თუ ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ინდუსტრია და სამინისტრო, ასე ვთქვათ, შეჯერდა იმაში, რომ პირველი შეხვედრა იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, ანუ სამტრესტის თავმჯდომარე, ასე ვთქვათ, და იქნება ქართული მეღვინეობათა ასოციაციის წარმომადგენელი, რომელიც არის ბიზნეს სუბიექტი, რადგანაც შექმნილი არის თითოეული მწარმოებლის მიერ და თითქმის ყველა მწარმოებელი აქ არის გაწევრიანებული, ანუ ეს ორი წარმომადგენელი გაიგზავნება უკვე
შესაბამის სტრუქტურაში რუსეთში, რათა მათ მოახერხონ დაგეგმვა კონკრეტული ღონისძიებებისა, რომელიც იქნება ტექნიკური მხარე უკვე ჩვენი ურთიერთობისა და ზუსტად მოგცემს იმის საშუალებას, რომ გავიგოთ რა პერიოდში შევალთ, რა გზები უნდა გავიაროთ ამ ბაზარზე შესვლა და როგორ უნდა ვიმექმოდეთ საერთოდ ბაზარზე მომავალში, რომ არ განმეორდეს ის პრეცედენტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა პერიოდში, როდესაც ქართული ღვინო იყიდებოდა რუსეთის ბაზარზე. როგორც ირკვევა და გაირკვა პოლიტიკური მზაობა იმისა, რომ პროდუქტი საქართველოსთან შევიდეს არის, შესაბამისად დარჩა უკვე ტექნიკური დეტალები, რომ და ბიუროკრატიული მხარე ამ ტექნიკური დეტალების მოგვარების. პირველი შეხვედრის მერე გამოიკვეთება თუ რა პერიოდი დაჭირდება ბაზარზე შესვლას და რა პროცედურები გვექნება გასავლელი. ამიტომაც ჯერ მხოლოდ სავარაუდოდ, რა ვიცი, ალბათ თვეების მანძილზე, ეს არ იქნება წლები და არ იქნება დღეები.